გამარჯობათ, ხო? გამარჯობათ. დღეს ლიზიმ უნდა გამოაცხოს პასკები. და ცომისთვის ჩვენ გვჭირდება რა? აბა, ეს რა არის? კვერცხი, კიდე? შაქარი, კიდე? კარაქი, კი ბატონო, მარილი. ეხლა გავთიშოთ, ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებელს როგორი თეთრი გამოვიდა ჩვენი მასა. მაგ მასაში ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან მარტივ რეცეპტს. ისე რომ აი ძალიან ბევრი რაღაცები ხლაპოტი და ფუსფუსი არ სჭირდება. ახლა დავასხათ რა დებო? კარაქი. მეგობრებო. და ეხლა უნდა ჩავყაროთ რა დებო? ქიშმიშსაც ჩავყრით. ჩვენი პასკის ცომი არის ძალიან მარტივი. კიდე ერთხელ მინდა რომ გავიმეორო, რომ ყველამ გაიგოთ, რომ აქ არ არის დიდი პროპორციები და ბევრი თავსატეხი. ჩავასხავ წყალს. ხო ამბობენ რძით. ფილის მოზელვა შენ დაამთავრე ლიზი. ახლა ჩვენ უნდა ჩავასხათ ცოტა ზეთი. ზეთი ჩავასხათ, იმიტომ რომ იყოს ელასტიური. აი ნახე. ამდენი ზეთი ეყოფა. დანარჩენი ზეთი უნდა ვიხმაროთ ცომის ჩაზელვის დროს. მოდი მოურიე ლიზი. მიდი მოურიე. ყადებებო, ადე. აბა მეგობრებო, ეხლა დაგანახებთ როგორ ჩავზილეთ ჩვენი ცომი. ცომი გაფუებულა უკვე და ჩავზილეთ. ახლა ჩვენ ავიღებ და ფორმებს წაუსმევთ ცხიმს, ხო? დამჭირ, მოდი შენ თვითონ. მოდი. კარგად წაუსვით. მეგობრებო, ცომი გაგვიფუვდა, ჩვენ ჩავზილეთ. ჩავზილეთ. ოხ, ნახეთ ისევ როგორ ფუვდება რა. კარგი. ნახეთ როგორი ბუშტულები აქვს ჩვენ ცომს. რა მაგარია. ახლა ლიზი მაიღებს. აქ იყო დარჩენილი ზეთი. ჩავასველოთ ჩვენი ფუნჯი და მოგესალმებით. გამოგვეცხო ლიზიმ პასკები. აი ნახეთ როგორი კარგი პასკები არის. არც დამწვარია. ყველა მხარეზე არის შებრაწული. ახლა გავჭრათ ჩვენ პასკა. ნახოთ აბა შუაგული როგორი გვაქვს. ოხ. როგორი პასკა გამოაცხო.